სასწორები თებერვალში ყურადღების ცენტრში მოექცევით და სავსე მთვარე ლომში თვის პირველივე დღეებიდან გაგრძნობინებთ, რამდენად ძლიერად ხართ დამოკიდებული სხვების რეაქციებზე. ამას მერწყულში მყოფი მარსიც ხელს შეუწყობს, მთელი თვის განმავლობაში სოციალურ სცენაზე გაყენებთ და აქტიური თვითგამოხატვისკენ გიბიძგებთ. ხოლო 17 თებერვალს მზის დაბნელება მერწყულში შემოქმედებითი განახლების პროცესს დაიწყებს და დაგაყენებთ არჩევანის წინაშე. მაქსიმალურად გამოხატოთ თავი თუ დაიცვათ საკუთარი სიმშვიდე. თუ ამ ენერგიებს შინაგანად უკვე გრძნობთ, მოდი ერთად ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები პირადად თქვენთვის. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება. თებერვალი თქვენთვის იქნება პერიოდი, როდესაც ბევრი რამ დადგება თავის ადგილზე, ილუზიების და შელამაზების გარეშე დაინახავთ საკუთარ ცხოვრებას, ჩაწუდებით მოვლენების არსს და აღმოაჩენთ ადამიანების რეალურ სახეებს. ეს არის თვე, როცა შედეგები პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს წარსულ გადაწყვეტილებებთან. მიიღებთ იმას, რასაც საფუძველი ჩაუყარეთ ადრე. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი სამართლიანობის, ბალანსის და სიმართლის მოთხოვნილება. აღარ მოგინდებათ კომპრომისებზე წასვლა საკუთარი თავის ხარჯზე, ან ისეთი შეთანხმებების დადება, რომლებიც შინაგანად არ იქნება თანხვედრაში თქვენს სურვილებთან. შესაძლებელია აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც მოგიწევთ სერიოზული არჩევანის გაკეთება და ამ დროს აუცილებელი იქნება გადაწყვეტილება მიიღოთ არა ემოციებით, არამედ გონივრულად, პასუხისმგებლობით და საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით. ეს ბარათი გეუბნებათ, რომ თებერვალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იყოთ გულწრფელები, პირველ რიგში საკუთარ თავთან და რაც უფრო გულახდილად აღიარებთ, რა არის თქვენი რეალური სურვილები, რა მოვალეობებს იღებთ საკუთარ თავზე და რის გაგრძელებას აღარ აპირებთ, მით უფრო მარტივად დაალაგდება მოვლენებიც. თებერვალი არ იქნება მსუბუქი თვე, მაგრამ საშუალებას მოგცემთ ბევრი რამისგან გათავისუფლდეთ და ამ პერიოდში სწორად მიღებული გადაწყვეტილებები დიდხანს იმუშავებს თქვენს სასარგებლოდ. გახსოვდეთ თქვენი მყოფებით ბალანსის აღდგენის პროცესში, სადაც თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ხუთიანი. ამ პერიოდში ზედაპირზე ამოვა თქვენი დაუმუშავებელი ემოციები. თებერვალში მოგიწევთ გააცნობიეროთ და გაანალიზოთ ისეთი საკითხები, რომლებიც აქამდე შესაძლოა გვერდზე გქონდათ გადადებული და საჭირო გახდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ამის გამო შესაძლებელია გქონდეთ მომატებული ემოციური ფონი, შფოთვა, სტრესი. ზოგიერთისთვის ეს მდგომარეობა შეიძლება უკავშირდებოდეს პარტნიორთან დაშორებასაც, თუმცა შესაძლებელია ერთადაც იყოთ, მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობდეთ თავს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ურთიერთობა უკვე ამოწურავს თავის თავს და ადამიანები ინერციით აგრძელებენ ერთმანეთთან კავშირს. წყვილების შემთხვევაში ბარათების ასეთი კომბინაცია ასევე შეიძლება მიუთითებდეს ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობაზე, ტერიტორიულ სიშორეზე, მონატრებაზე. ეს ენერგია შეიძლება ეხებოდეს მატერიალურ ასპექტებსაც, მაგალითად გქონდეთ სურვილი დასვენების, მოგზაურობის, მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთების ან ყოფითი საკითხების მოგვარების, მაგრამ ფინანსები არ გაძლევდეთ ამის საშუალებას, რაც თავის მხრივ დამატებით ემოციურ დაძაბულობას შეუწყობს ხელს ურთიერთობაში. მთლიანობაში ეს პოზიცია საკმაოდ კრიზისულად გამოიყურება,
თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით თქვენ გაქვთ რესურსი ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. თუ არ გაიქცევით რეალობას, თვალებში ჩახედავთ საკუთარ შიშებს და გულწრფელად გაიაზრებთ იმას, რაც თქვენში ხდება, შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-18 მაღალი არკანი მთვარე. ეს ბარათიც მიუთითებს მომეტებულ ემოციურ ფონზე, გაუცნობიერებელ შიშებზე და შფოთვაზე. ასეთმა მდგომარეობამ შესაძლებელია გიბიძგოთ, რომ აყვეთ ემოციებს და გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. გახდეთ მეტად ეჭვიანები პარტნიორთან მიმართებაში, ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში მოგინდეთ მეტად განმარტოება, მეტი ფიქრი, ანალიზი, ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, არ დაუშვათ, რომ თქვენივე ფიქრებს მისცეთ შესაძლებლობა გიბიძგოთ გულჩათხრობილობისა და დეპრესიული განწყობებისკენ. პირიქით, შეეცადეთ პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან განიხილოთ ნებისმიერი პრობლემური ან არაპრობლემური საკითხი, რომელიც ამ პერიოდში შეგაწუხებთ და გქონდეთ იმედი მათი მხარდაჭერის და თანადგომის. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, თასების სამიანი, თებერვალში გააქტიურდებით და მეტ დროს დაუთმობთ პირად ცხოვრებას. შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემლის გარემოცვაშიც კი აღმოჩნდეთ, ან თავად შეხვიდეთ რამდენიმე პარალელურ ურთიერთობაში. მაგრამ ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ თქვენი გააქტიურება ნაკარნახევი იქნება შინაგანი დეფიციტით და სწორედ ემოციური დანაკლისი და მარტოობის განცდა გიბიძგებთ, რომ შეივსოთ ეს სიცარიელე ნებისმიერი ურთიერთობით. ამიტომ თქვენი დამოკიდებულება ამ პერიოდში იქნება ემოციებზე დამყარებული და ყოველგვარი პასუხისმგებლობების გარეშე. ასეთმა დამოკიდებულებამ კი შესაძლებელია გადაგადგმევინოთ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები, აღმოჩნდეთ სასიყვარულო სამკუთხედში, ან ბრმად ენდოთ ახალგაცნობილ ადამიანის სიტყვებს და საბოლოო ჯამში მოტყუებული ან გულნატკენი აღმოჩნდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია არ აყვეთ ემოციებს, გამოიჩინეთ მეტი კეთილგონიერება და ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი, რომელიც ერთი მხრივ თავბრუდამხვევ თავგადასავლებს გპირდებათ, მეორე მხრივ კი ისეთ კავშირს, რომელმაც შესაძლებელია საკმაოდ ნეგატიური კვალი დატოვოს თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, თასების ცხრიანი. ამ პერიოდში შესაძლებელია იგრძნოთ, რომ იმ ეტაპზე ხართ პროფესიულად, სადაც უკვე რაღაცას მიაღწიეთ, დააგროვეთ გარკვეული გამოცდილება, სტატუსი, პროფესიული უნარები და ამის გამო შესაძლებელია გქონდეთ კარიერული თვითკმაყოფილება და შინაგანი განცდა, რომ აქამდე სწორად მოხვედით. რაც მთავარია, ეს არ იქნება ილუზორული კმაყოფილება და მთლიანად იქნება დაფუძნებული თქვენს ობიექტურ შინაგან შეფასებაზე. თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თვითკმაყოფილებამ არ უნდა შეგაჩეროთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მოგინდებათ გააკეთოთ პაუზა, დაისვენოთ, ასე ვთქვათ, შეირგოთ გაწეული შრომის შედეგები, თქვენ მაინც შეეცადეთ პოზიტიურად გამოიყენოთ თებერვალი თვითრეალიზებისთვის და საკუთარი პროფესიონალიზმის გამოსავლენად. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების 7-იანი. ამ შემთხვევაში ეს ბარათი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. დიდი შანსია ამ პერიოდში მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, მოგეცემათ არაერთი ხელსაყრელი შემთხვევა, როცა შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების და პროფესიული რესურსის გამოვლენას, თქვენი ავტორიტეტის გაზრდას, კარიერულ გზაზე წინ წაწევას, ასევე შესაძლებელია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ჩაეყაროს საფუძველი ან ახალ პროექტში ჩართვა შემოგთავაზონ.
ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ იყოთ ყურადღებით და არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები, რომელიც ამ პერიოდში მოგეცემათ. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების 10-იანი, ეს ბარათი შინაგანი კმაყოფილების და გრძელვადიანი სტაბილურობის პოტენციალზე მიუთითებს, ამიტომ ამ პერიოდში შესაძლებელი არაუბრალოდ გამოჩნდეს თქვენი დასაქმების შესაძლებლობა, არამედ საუბარი იყოს ისეთ საქმიანობაზე, რომელიც არამხოლოდ მატერიალურ, არამედ ემოციურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. იგრძნობთ, რომ ეს კონკრეტული საქმე ნამდვილად თქვენია და მასში საუკეთესო მხრივ შეძლებთ თვითრეალიზებას. ასევე ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია რომელიმე ძველი ჰობი აქციოთ შემოსავლის წყაროდ, ან საოჯახო ბიზნესი წამოიწყოთ და ამ გზით უზრუნველყოთ სამომავლოდ თქვენი მატერიალური სტაბილურობა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პერიოდში თქვენ გექნებათ მხარდაჭერა ოჯახისგან და ახლობლებისგან და მართალია ეს ბარათი არ გპირდებათ მყისიერ შედეგებს, მაგრამ გეუბნებათ, რომ სწორად შერჩეული გზა მომავალში სიმშვიდეს, სტაბილურობას და კმაყოფილებას მოგიტანთ. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 5-იანი, თებერვალში კონკურენტულ გარემოში მოგიწევთ საქმიანობა, შესაძლებელია ეს კონკურენტები სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ და დაარღვიონ თქვენი სიმშვიდე, ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის უპირატესობების დამტკიცება, თუმცა ასევე შესაძლებელია თქვენ მოინდომოთ ბიზნესის გაფართოვება, ახალი მიმართულებების დამატება ან მომხმარებელთა დაფარვის ზონის გაზრდა და ამ მხრივ მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევა მიმართოთ, რათა დაამტკიცოთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. გირჩევთ გამოიჩინოთ სითამამე, გონიერება, იმოქმედეთ წინასწარ კარგად გააზრებული სტრატეგიით, თქვენ გაქვთ ყველანაირი შანსი, თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, ხმლების 8-იანი, წარმოსახვითი, საკუთარ თავსმოხვეული შებოჭილობის ენერგია, შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ განცდა, რომ ვერ გაუმკლავდებით თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის, ბუნებრივია არკანების ასეთი კომბინაცია რაიმე განსაკუთრებულ და მით უმეტეს დიდ დამატებით შემოსავლებზე არ მეტყველებს, მაგრამ თუ ეს საკმაოდ პოზიტიურად და სტაბილურად გაივლით. გასაგებია, რომ გინდათ მეტი ფინანსური შესაძლებლობები გქონდეთ და ეს ბუნებრივია კიდეც, მაგრამ გარწმუნებთ ყველა სახის საჭიროებებს ამ პერიოდში წარმატებით გაუმკლავდებით. კიდევ ერთი ასპექტი მინდა აღვნიშნო, რომ თუ ამ პერიოდში ელოდებით დაპირებულ თანხას, მაგალითად გასესხებულის უკან დაბრუნებას, რომელიმე ძველ გასამრჯელოს ან სასამართლოს გზით მოპოვებულ სხვადასხვა სახის ფინანსებს, სამწუხაროდ ამ პერიოდში ეს თანხა თქვენამდე ვერ მოვა და ამისთვის ჯერ კიდევ მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევა მიმართოთ თქვენი კუთვნილის მისაღებად. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ენდეთ სამყაროს, გჯეროდეთ მაღალი ძალების მფარველობის, გამოავლინეთ მეტი სითამამე, მეტი ინიციატივა, მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას, გათავისუფლდით ყველაფერი მოძველებულისგან, არ მიეჯაჭვოთ იმას, რაც უკვე აღარ არის აქტუალური, რაც დრომოჭმულია, რასაც თქვენთვის სასარგებლო აღარაფერი მოაქვს, გაიხედეთ მომავალში, განეწყვეთ, რომ ცხოვრება დაიწყოთ ახალი, სუფთა ფურცლიდან, წინ ძალიან საინტერესო ამბები და თავგადასავლები გელით, რომელიც ბევრ ემოციას და სიხარულს მოგიტანთ. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი სასწორებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად ვსაუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და
თუ კითვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.